ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს რადიო გადაცემას, რომელსაც ეწოდება მესამე ივერია. დღეს ვიწყებთ რომის კათოლიკური ეკლესიის საქართველოში მოღვაწეობის აღწერას. სამწუხაროდ წერილობითი საბუთები შემორჩენილი არ არის იმ დამსახურებების შესახებ, რომლებიც კათოლიკებს მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე. როგორც ცნობილია, საქართველოში შემოსვლის შემდეგ რუსებმა უამრავი ლიტერატურა გაანადგურეს ფაქტობრივი მასალა, რომლებიც ევროპელთა ღვაწლზე ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნიდა. ცარისტული რუსეთი ძლიერ ავიწროებდა კათოლიკებს. კომუნისტებმა კი საერთოდ განდევნეს ისინი ქვეყნიდან და მათი არსებობის ყველა კვალი წაშალეს. გაანადგურეს ისტორია, როგორც კაპიტალისტური დასავლეთის გავლენა. მოკლედ კვალი წაშლილია, თუმცა რაღაც მაინც შემორჩა, ესეც არ იყოს არსებითი მინიშნებები შემოგვინახა ქართულ მომწერლობამ და თვითონ ქართველთა მოღვაწეობამ იმ სფეროებში, რომლებიც ევროპელებმა დააფუძნეს საქართველოში. მე შევეცდები აღვადგინო ეს სურათი შემორჩენილი ცნობებისა და ინტელექტუალური გააზრების საფუძველზე. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კათოლიკური მისიების მოღვაწეობა საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. რომის ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის შევასვლის დღიდან ფიგურირებს. არსებობს ცნობა, რომ ჯერ კიდევ წმინდა ნინო მიიღო კურთხევის წერილი რომის პაპ სილვესტრ პირველისგან, რომელიც როგორც ამბობენ მცხეთაში ბრანჯი მთავარეპისკოპოსმა ჩამოიტანა. 596 წელს ნესტორიანელთა ხელახლა ნათლობისა და საკითხის გადასაწყვეტად ქართლის კათოლიკოსმა კირიონ პირველმა რომის პაპს მიმართა და სამოცრო წერილი გრიგოლ პირველი დიდისგან მიიღო. არ დაგვავიწყდეს რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერაა დაფუძნებული, სადაც მოღვაწეობდა პავლე მოციქული და სხვა დიდი წმინდანები. ის უპირველეს ეკლესიად ითვლებოდა მთელ საქრისტიანოში. იმპერიის ცენტრის ბიზანტიაში გადმოტანამ რომის ეკლესიის ავტორიტეტი აღმოსავლეთში შეამცირა, სადაც ხელისუფლება წყვეტდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს და არა ეკლესია. პრინციპში მხატვრულად რომ ვთქვათ, კონსტანტინე რომიდან ზუსტად რომის ეკლესიას გამოექცა. მას უნდოდა ქრისტიანობას დაყრდნობოდა, მაგრამ მას ჭირდებოდა ქრისტიანობა როგორც იმპერიის მსახური, ანუ მართვის საკითხებში დამხმარე ცოცხალი ძალის კონსოლიდაციის ინსტრუმენტი და არა მოკანახე ინსტიტუტი. რომის ეკლესია კი თვითონ ავლენდა თავიდანვე მის სწრაფებას ძალაუფლებისკენ, რადგან რომაულ რწმენაში ჯერ არის ეკლესია და მერე იმპერია, ერთადერთი ჭეშმარიტი იმპერია ღვთის იმპერიაა. სხვათა შორის სულხან საბას სიბრძნეს ისროისაში არის ერთი ასეთი იგავი. ბაღდათის ხალიფა ნადირობისას ამალას ჩამორჩება და ერთი არაბის სახლში აღმოჩნდება მოშიებული. ხალიფა მარტო ტვინს ჭამს, თხას კი პატარა ტვინი აქვს. არაბს 3 თხა ყავდა, 3-ვე დაკლა და ხალიფას მიართვა. მოეწონა ხალიფას არაბის საქციელი და ეტყვის, მოდი ჩემთან სასახლეში მრავალ წყალობას გიზამო. მიაკითხავს არაბი ხალიფას სასახლეში, ხედავს ხალიფა ლოცულობს. კითხა არაბმა რას აკეთებსო? ღმერთს წყალობას თხოვსო, მიუგეს. არაბმა იფიქრა, ამას თხოვო წყალობა, ვისაც ეს თხოვს, მეც იმას ვთხოვო, შემოbrunდა და წამოვიდა. რომაულ რწმენაში ამ იერარქიას პირველადი მნიშვნელობა აქვს და ის დაურღვეველია. ვატიკანი პოლიტიკურ ხელისუფლებას ღვთის მსახურად თვლიდა. ანუ ინსტრუმენტად ღვთის ხელში, თვითონ კი თავს იესოს წარმომადგენლად აცხადებდა დედამიწაზე. ის ყოველთვის პეტრეს სახელით ლაპარაკობდა. ამაში იყო მთავარი განსხვავება დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანობებს შორის. დასავლეთში ყველაფერს ღმერთი წყვეტდა, აღმოსავლურ ქრისტიანობაში კი საქვეყნო საქმეების გადაწყვეტაში ადამიანების მონაწილეობენ. პოლიტიკა ადამიანური მოღვაწეობა და რეალობაშიც ადამიანური, ანუ ხელისუფლებისა და ღვთაებრივი, ანუ ეკლესიის ძალისხმევა თანაბრად ქმედითია. პასუხისმგებლობასაც და დამსახურებასაც ისინი თანაბრად ინაწილებენ. ერთი სიტყვით, ისინი თანამშრომლობენ და ამიტომაცაა მართლმადიდებლობაში ქრისტეს ბუნება ორ ჰიპოსტასად გაყოფილი. ნახევარი მასში ღმერთია, ნახევარი ადამიანი. ერთი სიტყვით, ქრისტიანობის მიღებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე კათოლიკურ ეკლესიას არასოდეს გაუწყვეტია საქართველოსთან სულიერ და ფიზიკური კავშირი. ამ ურთიერთობაში იყო მძიმე პერიოდები, რაზეც ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. კერძოდ ევროპელების შეჭრამ ახლო აღმოსავლეთში.
მათ დაიკავეს არა მარტო ბიზანტიური გავლენის სფეროები, რომლის კონტროლიც კონსტანტინოპოლს უფრო და უფრო უჭირდა, არამედ თვითონ საფლობელოებიც. ბიზანტიონის დასუსტება მძიმე ტვირთად აწვა ივერიას. დასავლეთის ფლანგის მოშიშვლების გამო მას უზარმაზარი მუსლიმური ურდუების შეკავება მარტო უხდებოდა. ამიტომ ევროპელი ქრისტიანების გამოჩენას ახლო აღმოსავლეთში თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ენთუზიაზმი ჩაქრა. არის ცნობები, რომ ჯვაროსნები ქეთმაღლურად ექცეოდნენ ქართველ ქრისტიანებს, ავიწროვებდნენ წმინდა მიწაზე, ძარცვავდნენ ქართულ ეკლესიებს და კლავდნენ კიდეც სასულიერო პირებს თუ მომლოცველებს. პალესტინაზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ გაძარცვეს ათონის მონასტრის წმინდა სავანეები, მათ შორის ივერთა მონასტერი, ხელყვეს ქართველთა მთავარი სიწმინდე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა მათ თავმოყვარეობაზე და პრესტიჟზე. უფრო მეტიც ჯვაროსნებმა აიღეს, გაძარცვეს და პრაქტიკულად გაანადგურეს თვითონ კონსტანტინოპოლი, რაც ივერიელთა წამსისა და მხამყაროს მოაზრების საძირკველს წარმოადგენდა. ამის შემდეგ ლათინებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამასთანავე ეს ივერიელებს შეიძლებოდა ჩაეთვალათ როგორც პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ასეც მოხდა. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა შექმნეს ლათინთა იმპერია, ბოდუინ პირველი იმპერატორად კონსტანტინოპოლში, აია სოფიას ტაძარში ეკურთხა. ქართველებმა იმ მიზეზით, რომ ანგელოსებმა თამარის ნათესავები დაამხეს, ჯარი შეიყვანეს ბიზანტიის ტერიტორიაზე და ჩამოაყალიბეს ტრაპიზონის იმპერია, როგორც ბუფერული სახელმწიფო დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად. თამარის დროს უკვე ლათინები დაუფარავად მტრობდნენ აღმოსავლურ ქრისტიანობას. ყოველი აქედან გამომდინარე იყო, რომ თამარის ივერია მხარს უჭერდა სალადინს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში. მხარდაჭერა იმაში გამოიხატებოდა, რომ თავდაუსხმელობის შეთანხმება ჰქონდა დადებული სალადინთან. სხვათა შორის ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით გამათობენ თუ რა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს პოემაში განვითარებული მოვლენები. ზოგი ამბობს, ის საქართველოს ფარგლებს არ ცილდება, ზოგი კი თვლის, რომ ის გლობალური პოემაა და მოიცავს 3 კონტინენტს. ჩემი აზრით ეს არაფრის მომცემი კამათია, ნებისმიერმა კარგმა შემოქმედმა იცის, რომ გლობალური და ლოკალური სივრცეების გაერთიანება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამჯერად მოდით გავყვეთ გლობალისტურ მოსაზრებას. ავთანდილის ზუსტად იმ მარშრუტს გადის პოემაში, რა არეალზეც არაბული კულტურა გავრცელდა. ამ მხრივ არის გამოთქმული მოსაზრება, რომ გაჯეთი მდებარეობს სადღაც გიბრალტარის სრუტესთან, ესპანეთის სანაპიროების სიახლოვეს. ეს ის კარიბჭეა, საიდანაც არაბეთი შევიდა ევროპაში. ამ პერიოდში არაბეთი განათლებისა და კულტურის დაახლოებით ისეთ ცენტრად ითვლებოდა საქართველოში, დღეს რომ ჩვენ ევროპაში ვხედავთ. ევროპა დღესაა ცოდნის ტაძარი, თორემ მე-12 საუკუნის ივერიისთვის ზუსტად არაბეთი იყო ევროპა. არაბეთში იდგა მსოფლიო ცოდნის ტაძარი. არაბეთთან შედარებით ევროპაში ამ დროს განათლებისა და კულტურის მხრივ უკუნისიბნელე იყო. მაგალითად, ევროპული რენესანსის დასაწყისად ზოგიერთი ინტელექტუალი კასტილიის მეფე ალფონსის მიერ ტოლედოს აღებას ასახელებს. ალფონსი ქალაქის მედრესეში წააწყდა 100,000 წიგნს. ეს მაშინვე დაირხა მთელ ევროპაში და ყველა მხრიდან დაიძრნენ ტოლედოსკენ სწავლულები. გადმოცემის თანახმად ამ ეპოქის ევროპაში ყველაზე დიდ კენტერბერის სააბატოს ბიბლიოთეკაში სულ 100 წიგნი ინახებოდა. ზუსტად ესპანეთიდან ჩამოიტანეს არაბებმა ამბავი აღმოსავლეთში, რომ ევროპაში მძიმედ შეიარაღებული და ოქროზე დახარბებული ველურები ცხოვრობენ. მოგვიანებით ეს ჯვაროსნებმა დაამტკიცეს კიდეც პალესტინაში. მთელი საუკუნე უმოწყალოდ ძარცვეს აღმოსავლეთი, მათ შორის ქართული სავანეები. როგორც თქვით, ისინი უდიერად და სასტიკად ექცეოდნენ ქართველ ბერმონასნებს. ერთი სიტყვით ივერიელები არ იყვნენ სახარბიელო წარმოდგენისა ევროპელებს, მაგრამ მათ ჯვაროსნების ველურობაზე პასუხისმგებლობა ვატიკანისთვის არ დაუკისრებიათ. ეს ურთიერთობა და პატივისცემა რომის წმინდა ეკლესიის მიმართ ქართველებში არ გამქრალა. მართალია იყო პოლიტიკური პაექრობა, მაგრამ ეს პაექრობა წარსულს ჩაბარდა მონღოლების გამოჩენის შემდგომ, როდესაც ივერიამ გეოპოლიტიკური გავლენა დაკარგა. დასუსტებულ ივერიაში ვატიკანის გავლენა გაიზარდა და მათი მოღვაწეობაც აქტიურ ფაზაში შევიდა. მე-13 საუკუნიდან საქართველოში მოღვაწეობდა ლათინთა საღვთელოება. პაპმა გრიგოლ მე-9-მ ფრანცისკანელი მისიონერები გამოგზავნა რუსუდან მეფესთან, რომელთაც მალე დომინიკელი მოძღვრები შეუერთდნენ. მათ თბილისში მონასტერი ააშენეს, რის შემდეგაც თბილისში ქართული კათოლიკები მომრავლდნენ. ივერიის კავშირი ვატიკანთან განსაკუთრებით მჭიდრო და ნაყოფიერი გახდა მე-14 საუკუნის დასაწყისში, გიორგი ბრწყინვალის დროს. მისი ხელშეწყობით დაარსდა თბილისის საეპისკოპოსო, რომელმაც თითქმის 200 წელი იარსება. გაუქმდა საქართველოს დაშლის შემდეგ მე-16 საუკუნის დასაწყისში.
თუმცა ამით ურთიერთკავშირის წყურვილი არ განელებულა. კათოლიკური მისიები აგრძელებდნენ საქართველოში მოღვაწეობას და ქართველებიც გულწრფელად ავლენდნენ მისწრაფებას რომის სოფლიო ეკლესიისაგან. ჯერ კიდევ 1545 წელს პაპი პავლე მესამე წერდა ქართლის მეფე ლუარსა პირველს. ბევრი სარწმუნო ცნობიდან შევიტყვეთ, რომ თუმცა ჩვენგან ესოდენ ვრცელი და დიდი ტერიტორიებით ხართ დაშორებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთისმოსაობის ერთგულებითა და აღფრთოვანებით თაყვანს სცემთ რომის წმინდა ეკლესიას და ყველა ეკლესიის მეთაურად მას აღიარებთ. ქრისტეს მიმართ ამ შენს გრძნობებს იზიარებენ ქრისტეს მიერ საყვარელი შვილები, შენი მეზობლები, იმერეთის მეფე ბაგრატი, კახეთის მეფე ლევანი და სამცხის ათაბაგი, საქართველოს ქალაქებისა და სამეფოების მეფეები. წმინდა პეტრეს პატივსაცემად გამოგზავნე ჩვენთან შენი დესპანები, რათა მათი საშუალებით შენ და მთელი შენი ხალხი რომის წმინდა მსოფლიო ეკლესიისა და მისი მეთაურის, რომის პაპის შვილებად გამოცხადდეთ. ასევე შეაგულიანე ზემოთხსენებული შენი მეზობელი სამი ქართველი მეფეც, რომ შენს დესპანებთან ერთად გამოგზავნონ თავიანთი დესპანებიც და მათი საშუალებით აღუთქვან თავიანთი მორჩილება რომის წმინდა მსოფლიო ეკლესიას. იმ პერიოდში, როცა ივერიელები სიკვდილის სიცოცხლისთვის ბრძოლებში იყვნენ ჩართულები, კათოლიკური მისიები დიდ დახმარებას უწევდნენ მათ. იქნებოდა ეს ბრძოლის ველი, დიპლომატიური ასპარეზი თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. მათ ჰქონდათ სკოლები, საავადმყოფოები და საქველმოქმედო დაწესებულებები. უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ვატიკანის მორალურ მხარდაჭერას, რომელიც დამყარებული იყო იმ დროინდელ მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაზე. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის ევროპას უკვე დიდი გავლენა ჰქონდა მთელ მსოფლიოზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისმა ჩაიფიქრა ინდოეთის დაპყრობა. მთელი ევროპა შესაულია აზიას ინაწილებენ მიწებს და სიმდიდრეს ავრცელებენ თავიანთ გავლენას მთავრობებზე და მეფეებზე. ეს გავლენა დიდი იყო ირანშიც, რომელსაც ევროპული პოლიტიკა მოკავშირედ განიხილავდა. მათ ბევრი ფული დახარჯეს ირანის გაძლიერებისთვის, რომელიც აკავებდა კონტინენტური ევროპის ყველაზე საძულე მტერს ოსმალეთს. ქრისტიანების ამ გავლენას ხედავდნენ ქართველები. ვინ და თეიმურაზმა კარგად იცოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა ევროპასა და ვატიკანს იმ პერიოდის ირანზე. შეგახსენებთ, ვატიკანი იყო ძალიან დიდარი და გავლენიანი ორგანიზაცია მაშინდელ მსოფლიოში. ისპანიაში დიდი კათოლიკური საეპისკოპოსო ჰქონდა, რომელიც საქართველოსაც კურირებდა. ამას გარდა საეპისკოპოსოები ჰქონდა თვითონ კონსტანტინოპოლშიც, რუსეთშიც და ყველგან მთელ მსოფლიოში, ბრაზილიიდან დაწყებული ჩინეთით დამთავრებული. იმედი იმისა, რომ ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში ზეობდა და მალე ძლევამოსილი, გონიერი, განათლებული ევროპა ქართველთა დასახმარებლადაც მოვიდოდა, დიდ ძალას აძლევდა ქართველებს. თავს არ ზოგავდნენ, რომ გაეძლოთ ამ დრომდე. ეს ძალიან გავს დღევანდელ ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირისკენ, სადაც ჩვენ ვეძებთ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ივერიელებსაც ზუსტად ასე არწმუნებდნენ, ცოტაც მოითმინეთ, არ დანებდეთ, ევროპელი ქრისტიანები მალე აქ იქნებიანო და ქართველები როგორღაც პოულობდნენ ძალას ამ ცოტა კიდევ გაძლებისთვის. ამ იმედს საქართველოში კათოლიკური მისიები ნერგავდნენ, თუმცა კათოლიკური ეკლესიის იმედიც არიელ სიტყვებს როდი წარმოადგენდა, იმედს პრაქტიკული დახმარებაც ახლდა. შორის არის ცნობა, რომ ტაშისკარის ბრძოლაში ქართველებმა გამოიყენეს თოფები. ოსმალები მშვიდოსნებით იყვნენო. ასე ამბობენ და ეს დიდი მოულოდნელობა ყოფილა მტრისთვის. ქართველებმა იქ 10,000 ოსმალთა და ყირიმელთა კოალიცია დაამარცხეს. ზოგიერთები ამბობენ 60,000 იყვნენ თათრებიო, მით უფრო გასაკვირია მრავალრიცხოვანი მტრის ასე პირწმინდად განადგურება. რა თქმა უნდა, თოფებს უნდა ეთამაშათ გადამწყვეტი როლი 1825 წლის ომებშიც. როცა ქართველებმა შაჰ-აბას თავისი ძლევამოსილი იმპერიული არმიის ნახევარი გაუნადგურეს. იქაც 60,000 სპარსელი დაწვა სამუდამოდ ქართულ მიწაზე. საიდან და გაჩენოდათ ასე უცბად ქართველებს ამდენი თოფი და ტყვია წამალი? რა თქმა უნდა, ევროპიდან. საერთოდ ცეცხლსასროლი იარაღი იყო იმ პერიოდის ევროპის უპირველესი სავაჭრო საქონელი, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. ანუ ევროპელები თოფებით მარტო ფულს კი არა, პოლიტიკასაც აკეთებდნენ. ყველას არ აძლევდნენ თოფს, ამასთანავე არც შემოტანა იყო იოლი, ქვეყანა მტრულად განწყობილი მუსულმანურ არყაში იმყოფებოდა. ყველა სტრატეგიული სავაჭრო გზა გვერდსული დაიმტვრა საქართველოს. და არც ახსრები გააჩნდა იარაღის შესყიდვისთვის და ტრანსპორტირებისთვის. ძალიან ღარიბი იყო ივერია. ერთ ამბავს გავიხსენებ, როგორ მოთხოვა უზუნ ჰასანმა ქართველ მეფეს ბაგრატ მეხუთეს ქვეყნის დარბევის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა. ბაგრატ მეხუთემ ძლივს იპოვა 4 ბალიში მთელ ქვეყანაში და იტალიან მისიონერს თხოვა შუამდგომლობა გაეწია და იმაზე მეტად შეეფასებინა ქვები, ვიდრე სინამდვილეში ღირდა. ასეთი ღარიბი იყო ქვეყანა. ხოლო მას მერე საქართველოს სრულიად გაფარტახდა.
წარმოიდგინეთ, თითქმის 70 წელი არ მევდნენ ქართკახეთს, ანგრევდნენ ეკონომიკურად, ბაღვენახს უჩეხავდნენ ხალხს. მე-17 საუკუნის ერთი საბუთის მიხედვით ქართლში საციციანო ისე გაუხრებული იყო 4 წელიწადი, არც ხნა იყო, არც თესო, არც ცეცხლი ანთებულა, არც კალო გალეწილა და არც მამალს უყივლია. ამას ამბობს საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ძალიან ღარიბი იყო ივერია. შულებს კი დიდა ხალხი, მეფეებს დუქნები ჰქონდათ გახსნილი. რა თქმა უნდა, ამ თოფებში კათოლიკებს მიუძღვით დიდი წვლილი. რომის პაპი ჩქარობდა, რადგან დამოუკიდებლობის დაკარგვამდე უნდა მომხდარიყო რომის ეკლესიის მფარველობაში შესვლა. ამისათვის მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა არ რჩებოდა, თორემ საქართველოს მეფეები უპირობოდ აღიარებდნენ რომის ეკლესიის პირველობას. თეიმურაზ პირველი 1626 წელს ასეწერდა პაპ ურბან მერვეს. ნამდვილი პატივისცემითა და გულწრფელი რწმენით მიმართავ თქვენს უწმინდესობას. ვითხოვ თქვენი ნეტარების ლოცვას და ცოდვის მიტევებას თქვენი ლოცვა კურთხევითო. ამ დროისთვის ქართკახეთი უკვე სრულად დამოუკიდებელია. შაჰ-აბასმა აღიარა თეიმურაზი ქართკახეთის მეფედ და კათოლიკური ეკლესიაც ყველა ძალას ხმარობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. სხვანაირად ამოცანა გადაუჭრელი დარჩებოდა. არადა მათთვისაც და მით უფრო თეიმურაზისთვისაც ნათელი იყო, რომ ირანი ივერიელთა დამოუკიდებლობას არ შეეგუებოდა და ქართველთა ბედი ისევ სასწორზე იყო შეგდებული. ამიტომ ჩქარობდნენ ფორმალური პროცედურების ჩატარებას, რასაც შეიძლებოდა ქართველების ბედი დადებითად გადაეწყვიტა. კათოლიკობის მიღებით საქართველოს შედიოდა რომის ეკლესიის მფარველობაში, რაც აიოლებდა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერის მიღებას და ტონის გამკაცრებას დიპლომატიურ ველზე. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ქართკახეთი შევიდა ირანის იმპერიაში, მაგრამ ვატიკანს არ ჩაუქნევია ხელი. მან განაგრძო ქართველების მხარდაჭერა დიპლომატიურ ველზე. ისინი ითხოვდნენ შეწყვეტილიყო აგრესია საქართველოს მიმართ და შაჰ-აბასს ხელი აეღო ქრისტიანების დევნაზე. სხვადასხვა რუსული დიპლომატიაც ახდენდა ირანზე მორალურ ზეწოლას ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, ირანთან შეთანხმების მიღწევაში ქართველებმა ითამაშეს მთავარი როლი. მათ იომეს, ტოფები არ დაზოგეს. მთელი ქართული მიწა მორწყეს, ირანელთა სისხლით და თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭნენ. მაგრამ ირანის იმპერიასაც გაააზრეს სული, რამაც ხელფეხი გაუხსნა დიპლომატიას. დიდია ვატიკანის დამსახურებაც იმაში, რომ ქართველთა ბრძოლა ღირსეულად იქნა შეფასებული და ქრისტიანობის გაქრობის საკითხი სამუდამოდ მოიხსნა სპარსული პოლიტიკის დღისასრიგიდან. ეს ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია. არეგების ამ საქმეში უმადურობა. დღეს ამით დავასრულოთ, თემას მორიგ გადაცემაში განვაგრძობთ. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.